მეგობრებო, საერთო გაშლილ შემოგთავაზოთ თემა იქნება ასეთი, რა მოდის საფხულის პერიოდში თქვენთვის საინტერესო სამყაროს საჩუქარი, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ, რომელზეც ინფორმაციას ახლა მომცემენ მე. მაღალი ძალები და მე შევეცდები, რომ თქვენ ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. თქვენ თავზე იფიქრეთ, არავის არ იფიქროთ, არაფერზე არ ინერვიულოთ, უბრალოდ მოდუნდით, შეიძლება დაიდეთ გვერდით ჭიქა ყავა, ჭიქა ჩაი, ზოგმა ლუდი, ის რა გიყვართ, ზოგმა ერთი ჭიქა შავი ღვინო, მოდუნდით და უყურეთ ამ გაშლას. ინფორმაციულად ძალიან გთხოვთ, როცა ღებულობთ და თქვენი ატყობთ ინფორმაცია და გაშლა აუცილებლად დაალაიკეთ. ვისთვისაც გაშლა კონკრეტულად არ არის ხოლმე, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემ გვერდზე და არჩიოთ თქვენთვის სასურველი თემატიკა, გაშლა, დაალაიკოთ, მოიწონოთ, გააზიაროთ, ჩადოთ, ასე ვთქვათ, თქვენი მხრიდან, თქვენი ენერგეტიკული ძალა და ენერგიები იმაში, რომ მიიღოთ ეს გაშლები, რომელსაც მე გაწოდებთ და რომელსაც მე ვგებულობ კარგი ტაროს და ჩემი, ასე ვთქვათ, ნიჭითაც თქვენთან მიმართებაში. ვინ ხართ თქვენ, გავიგოთ. პირადი გაშლები არის პირადში. ტელეგრამი გავაუქმე, ვინც ჯერ კიდევ არ იცით და ჯერ კიდევ ტელეგრამზე მეძებთ თურმე არიან ასეთი ხალხიც. ვინ ხართ თქვენ? რა ენერგიებში ხართ ახლა, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. მუშაობის ენერგეტიკაში ხართ, შეიძლება კონკრეტულად ამ გაშლას როცა წააწყდით და მოგივარდათ, იყო ის პერიოდი, როცა მუშაობდით, რაღაცა შესვენების რეჟიმი შეიძლება გქონდათ და უბრალოდ მაშინ ნახეთ. ან უბრალოდ ადამიანი ხართ ძალიან კარგი ოსტატი თქვენი საქმის, კარგი პროფესიონალი, ასე ვიტყოდი, ხელიდან რასაც ხელს კიდებთ და რაც თქვენი საქმიანობაა, ესე ერთნაირად დაზუსტებული ფორმებში, ზომებში და ესეთი რაღაცა ოქრომჭედელივით ჭედავთ თქვენ სამუშაო რეჟიმს, აკეთებთ თქვენ საქმეს, რაღაცნაირად ხატოვნად უდგებით ამ ყველაფერს. აი, ყველა პენტაკლი არის ერთნაირი ზომის, ერთნაირი ჭყვიალების, ერთნაირი ლამაზი, ასე ვთქვათ, ხელში რაც მოგხვდებათ და რაც თქვენი საქმიანობა და რასაც მოღვაწეობთ, მოდი ესე ვიტყვი, ძალიან კარგი საქმიანი ადამიანი ხართ, კარგად დებთ თქვენ ენერგიას, მთელი გულის ყურით, ასე ვთქვათ, უდგებით თქვენ სამუშაო რეჟიმს, პასუხისმგებლობა იქნება ეს თუ რაღაცნაირი პროფესიონალიზმი, რომელიც თქვენში გაზრდილია უკვე ეს რაღაცა წლების განმავლობაში და ეს არ არის 1-2 დღის საქმიანობა, რომ რაღაცა სტაჟირებას უნდებით თქვენ საქმიანობაში, ნაწილისთვის იქნება ასე, კარგი პროფესიონალი ხართ თქვენი საქმიანობის, ის რასაც თქვენ აკეთებთ, კარგად აკეთებთ, რაც თქვენ უფროსობას მოსწონს, საერთოდ თქვენი ნამუშევარი, ასე ვთქვათ, შედევრივით ნამუშევრები გაქვთ, რა სპეციალობისაც არ უნდა იყოთ, ამას არ განსაზღვრავ ახლა, უბრალოდ კარგი ოსტატი ხართ თქვენი საქმიანობის, ადამიანი, რომელიც ემოციურად ახლა ჩაიკეტა, ხედავთ გოგონა ზღვაში ზის, რაღაცა პატარა ქვის წამონაზარდზე, ასე ვთქვათ, კონძულს ვერ დავარქმევ ამას, რაღაცა ქვაზე ზის, ემოციური ფონი აქვს ძალიან ბევრი, მაგრამ ჩაიკეტა ემოციებისგან, საერთოდ დანახვა არ უნდა ემოციის, საერთოდ გრძნობა არ უნდა შეყვარებულობის, იმიტომ რომ მასზე ძალიან ემოციურად ცუდად იმოქმედა ამ პერიოდმა, შეიძლება რაღაცა ნაწილისთვის იყო, რომ სიყვარულში თავი იგრძენით დაჩაგრულად, გამეწებულად და ჩაგარტყეს იქ, სადაც არ ელოდით, გიღალატეს იქ, სადაც ვისგანაც არ ელოდით და სადაც არ ელოდით. რაღაცნაირად მოდი, ბევრი რო არ გავაგრძელო, ემოციებისგან ჩაკეტილი ხართ, ვერ ხედავთ უბრალოდ თვალებით სახვეული გაქვთ ამ კარტით, ვერ ხედავთ, რომ ემოცია რამე კარგს მოგიტანთ ცხოვრებაში და მოდი ასე ვთქვათ, ზურგი აქციეთ ყველანაირ ემოციურ ფონს, არაფერი აღარ მიხარია, არავინ არ მინდა, ჩემს სამუშაო რეჟიმს მივხედავ, ვიმუშავებ, ფინანს გამომიმუშავებ, ის რაც შემიძლია რომ გავაკეთო, მაგრამ ემოცია ვინმესთან შეხვედრა იქნება, ეს პაემაზე წასვლა იქნება, გაპრანჭვა იქნება, გაშლა არის ორივე სქესთვის და ორივემ თქვენ თავზე მოირგეთ. ვინმეს მიმოწერაზე პასუხისგაცემა იქნება, ვინმეს კონტაქტზე და გაცნობის სურვილზე პასუხისგაცემა იქნება, აბსოლუტურად ჩაკეტილი ხართ ამ ემოციური ფონისგან, აბსოლუტურად არავინ არ გინდათ რომ ვინმე თქვენ გულში, თქვენ ემოციაში, თქვენ ფსიქოლოგიაში შემოიჭრას, იმიტომ რომ უკვე რაღაცნაირად თავს გრძნობთ ისე რომ, ანუ ემოციებისგან ნაკლებად
უფრო პრიმიტიულად მუშაობთ ყოველდღიურობაში, ატარებთ თქვენ სამუშაო რეჟიმს, თქვენ ყოველდღიურობას და უფრო იოლია თითქოს თქვენთვის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ვიდრე ვინმე რომ ცხოვრებაში შემოუშვათ, ვინმე რომ გულში შემოუშვათ, ფიქრებში შემოუშვათ, რაღაცნაირად ბლოკავთ ამ ყველა პერსონაჟს რაღაცა ასე ვთქვათ, კედელივით გაქვთ აშენებული, სადაც იმის იქით თქვენ სიახლოვეს არ უშვებთ ადამიანებს, ემოციურად არ უშვებთ, არ ეკონტაქტებით, პასუხს არ სცემთ მიმოწერას თუ განვიხილავთ, ლაიკებს თუ განვიხილავთ, აბსოლუტურად თქვენთვის სულ ერთია, ესე იგი, ვინ რას იმოქმედებს, იმიტომ რომ ზღვარი გაქვთ დაწესებული თქვენ ემოციურ ფონთან მიმართებაში, არ გინდათ ვიღაცების გან კიდევ ტკივილი მიიღოთ, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ საკმარისზე მეტი ტკივილი გაქვთ ცხოვრებაში გადატანილი, ვარსკვლავი ხართ მეჩვენე მაღალი არკანი, ამ კალოდაში ეს არის ორივე მხრიდან ნაჩვენები კალოდა და წინიდან ამოდის, ეს არის ადამიანი, რომელიც ჭყოიალებს, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩაფიქრებული ოცნებაა და ბევრს უყვარხართ და მოწონხართ დამიჯერეთ ამ კარტით. ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება სოციალურ ქსელებში ჭყოიალებს და მიმდევრები ყავს, ასევე აქვს რაღაცა დიდი გამომწერების სია, ეს იქნება Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი, YouTube-ი, თქვენი რაღაცნაირი ჭყოიალების გვერდი გაქვთ ნაწილისთვის, დიდი ნაწილისთვის იქნება ასე რომ აი თქვენი პერსონაჟი ძალიან ჭყოიალა და ისეთია, რომელსაც ადამიანებს უნდა რომ დაუმეგობრდნენ და უახლოვდნენ, მისი გამომწერი იყვნენ და ყავთ კიდევაც ბევრი გამომწერები ამ კარტით, ბევრი მიმდევრები, ბევრი ადამიანები, ვინც გენდობიან სიტყვაზე, ქმედებაზე, შეიძლება ასევე წარმოადგენდეთ მერწყულის ნიშანს ამ კარტით. მეჩვენე მაღალი არკანი არის მერწყულების კარტი, ვარსკვლავი როგორც წესი, ეს არის ამ ადამიანი ასტროლოგი კარგი, ფსიქოლოგი კარგი ადამიანი, ტაროლოგი, ეზოთერიკასთან მიმართებაში ძალიან კარგად დამოკიდებული, როგორც მინიმუმ ამ ყველაფერზე თქვენი ინტერესი გაგაჩნიათ, მოდი ესე ვიტყვი, თუ სოციუმში არ მიყავთ რაღაც თქვენი გვერდი და ბლოგი და ასე შემდეგ, ამ ყველაფრით იტენებით, მოდი ესე ვიტყვი და კმაყოფილებას ღებულობთ, რაღაცნაირად თქვენი ინტერესის სფერო არის სოციუმი, ახალი ტექნოლოგიები, რაღაცა ბრჭყვიალება, რაღაცა მოდა, რაღაცნაირად თქვენი პერსონაჟის კარგი მხრივ წარმოჩინება, მოდი ესე ვიტყვი, ესეთი პერსონაჟი ხართ, ძალიან გამიგრძელდა ვიცი, მაგრამ რა მოდის პირდაპირ გადავდივარ ახლა. რა მოდის თქვენ ცხოვრებაში ზაფხულის პერიოდში და გაშლა მოქმედებს, მაშინ როცა პოულობთ და ნახულობთ იმ პერიოდიდან განმავლობაში. თუ ზაფხულის შემდეგ ნახავთ, ეს იქნება უახლოესი 3 თვის განმავლობაში. მაშინ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, სამყაროსგან რა კარები გიღებათ და რა შეიძლება ასე ვთქვათ, სასიკეთო ტენდენციები გვაინტერესებს ამ გაშლაში თქვენ ცხოვრებაში. რა მოდის? ესე იგი, მე-11 მაღალი არკანი ამოდის იუსტიცია, პაჟი პენტაკლის და მე-5 ხუთიანი თასი დავაზუსტებ აქ უბრალოდ. მე თუ რამდენი კარტი ამოვარდა. ესე იგი, უცებ გეტყვით ახლა რა შეასაქმე. კარტი დავარდა 10-იან პენტაკლი და ამ ყველაფერს არ ავიღებ ახლა რო არ ვხარჯო. ესე იგი, იმ ადამიანებისთვის, ვინც რაღაცნაირად განქორწინების პერიოდში და პროცესში ხართ, შვილებთან დამოკიდებულებაში, შეიძლება გულდაწყვეტილი ხართ. ეს უფრო მამაკაცებისთვის იქნება, რომ რაღაცნაირად თქვენმა შანსმა ჩაიარა და თითქოს რაღაცა დაკარგეთ ოჯახი, დაკარგეთ საყვარელი ადამიანები, როგორც მეუღლე, ასევე თქვენი დაუდევრობით თუ როგორ ამას აღარ ჩაუღრმავდები და გგონიათ რომ ეს ყველაფერი დახურული და წარმოუდგენელი ამ ყველაფრის აღდგენა, გეტყვით რომ ემოციური 200 ორივე დგას თქვენი მხრიდანაც, მისი მხრიდანაც და თქვენ მარტო დახურებთ აი ამ დავარდნილ თასებს, რომელიც ვერ ამჩნევთ აი ამ ფეხზე მდგარს შანსს, ანუ შანსი არის თქვენი ურთიერთობის აღდგენის, თუ ამაში ჩადებთ თქვენ ემოციურ ფონს და განსაკუთრებით შვილებთან მიმართებაში, ვისაც შვილები გყავთ, გამოიყენებთ ყველა თქვენ იარაღს, აბსოლუტურად შანსები გაქვთ იმისი, რომ კი არ მივიდეს კარდინალურ განქორწინებამდე თქვენი ურთიერთობა, არამედ
შერიგებამდე მივიდეს და დაზავებამდე მივიდეს ამ ადამიანებისთვის, ვინც ქორწინება-განქორწინებას არ განიხილავთ და უბრალოდ ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, რაღაცა დანაკლისს და ადამიანის თან დაშორების პერიოდზე განიცდით ემოციურად, გეტყვით, რომ ეს ადამიანი რაღაც პერიოდი ზურგშებრუნებული იქნება თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ტუზ ჟეზლი, ტუზ პენტაკლი, ამოდის 7-იან თასი, 3-იან ჟეზლი